27 ივნის ოფიციალური 2 ივლისს კი რიგგარეშე სხდომით საქართველოს პარლამენტის მე-11 მოწვევის შემადგენლობამ პირველი საგაზაფხულო სესია დახურა. სესიას დახურულად ვაცხადებ. გასული 8 თვის განმავლობაში ქართული ოცნების დეპუტატებმა ფაქტობრივად ერთპარტიულ პარლამენტში ათობით კანონი მიიღო დაჩქარებული წესით საჯარო განხილვის გარეშე. მათ შორისაა ამერიკული ფარას ქართული ვერსია, მედიის რეგულირებისა და კონტროლის, ადმინისტრაციული თუ სისხლის სამართლის კანონებში ცვლილებები, რაც გამოხატვის, შეკრებისა და მანიფესტაციის მკაცრ კონტროლს უკავშირდება. და კიდევ მრავალი ისეთი კანონი, რომელსაც მმართველი პარტიის გარდა ყველა ადგილობრივი თუ საერთაშორისო ორგანიზაცია რეპრესიულს და ანტიდემოკრატიულს უწოდებს. ქართული ოცნების ლიდერები მიიჩნევენ, რომ ყველა ნაბიჯი ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვისათვის გადადგეს და მტრული მიზნებით უცხოეთიდან თავს მოხვეული კანონმდებლობა შეცვალეს. ამავე დროს თვლიან, რომ არც ერთი კანონი არადემოკრატიული არ არის და ევროპულ სტანდარტებს აკმაყოფილებს. იმის მიუხედავად, რომ თავად ევროკავშირში ამბობენ, რომ ამ კანონებს ევროპულ ღირებულებებთან საერთო არაფერი აქვს. არც ერთი კანონი არ მიღებულა ისეთი, რომელიც ზუსტად ან სიტყვით, ან შინაარსით არ შეესაბამება ევროპულ სტანდარტს. გამჭვირვალეობის თემა ავიღოთ. კანა ეს არ არის მოთხოვნა, რომ შავი ფული არ შემოდიოდეს, მით უმეტეს ქართულ პოლიტიკაში. მედიასთან დაკავშირებით საქართველოში არ არის ყველაზე ლიბერალური გარემო, ვისაც უნდა რა თემაზეც უნდა საუბრობს, არც ერთხელ, არც ერთ თემაში საქართველოს არ გადაუხვევია იმ კურსისაგან, ასეც ქვია ევროატლანტიკური ინტეგრაცია. მიზნები და ამოცანებია სხვა ბიუროკრატიისა, რომელიც ჩვენ გვიპირისპირდება. ამ სესიის მიმდინარეობისას ჩვენ მივიღეთ ისეთი უმნიშვნელოვანესი კანონები, რომელიც წინა წლების მანძილზე სრულებით საწინააღმდეგოდ იყო ჩვენს თავს მოხვეული, რომელმაც ვერ მოგვიტანა ჩვენ შესაბამისი კონტროლის მექანიზმები იმისთვის, რომ სახელმწიფო უსაფრთხოება ყოფილიყო დაცული, როდესაც პოლიციელების, საჯარო მოხელეების, პოლიტიკოსების მიმართ თავდასხმის, შეურაცხყოფების და მათი რეპუტაციული ზიანის მასშტაბურ კამპანიას უყურებდით, რა თქმა უნდა, აუცილებელი და საჭირო იყო, რომ მიგვიღო ის საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც მინდა გითხრათ, რომ ევროპული და დასავლური ქვეყნების შემთხვევაში, რა თქმა უნდა, მუშაობს, თუმცა ამრიგადაც გახდა დიდი კრიტიკის საფუძველი ჩვენ შემთხვევაში. ყველა კანონი, რომელიც მივიღეთ, იყო მართებული. ყველა კანონი, რომელიც მივიღეთ, არის ევროპული სტანდარტის, უბრალოდ სამწუხაროდ მოქმედებს ერთი პრინციპი. მე შენზე მაღლა ვდგავარ, ეს მე შემიძლია გავაკეთო, შენ ამას ნუ გააკეთებ. ქართული ოცნების კანონშემოქმედებას აბასებს სამოქალაქო სექტორი, რომელიც ამ კანონთა უმრავლესობის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა. სამოქალაქო საზოგადოების ფონდის იურისტი საბა ბრაჭველი ფიქრობს, რომ ამ კანონების მიღებისა და აღსრულების საბოლოო მიზანი ერთპარტიული, ტოტალიტარული სტილის მმართველობის მიღწევაა. თუმცა შეჯამებისას ამბობს, რომ ფინალში ყველაზე მეტად ქართული ოცნება და მისი ლიდერები დაზარალდებიან. ყველა იმ კანონს, რომელიც ბოლო დროს არის მიღებული, აერთიანებს ორი რამ. ერთი რომ ისინი არის მიმართული ადამიანების გამოხატვის, შეკრების და გაერთიანების თავისუფლების წინააღმდეგ, ყველა ამ კანონის მიზანი არის, რომ ადამიანებმა არ ილაპარაკონ რაც სურთ. მეორე, რაც აერთიანებთ, ეს არის საზოგადოება ვეღარ გაერთიანდეს ვერანაირ საერთო მიზნის გარშემო. ბოლო დროს მიღებული ავტორიტარული საყარ ტოტალიტარული სახელმწიფოს შინაარსის მქონეა. ერთი მსგავსი კანონი შეიძლება ქონდეს როგორც ავტორიტარულ, ისე დემოკრატიულ სახელმწიფოს. მთავარი ამ შემთხვევაში არის შინაარსი, რომელიც არის კანონის მიღმა, როგორ ხდება მისი აღსრულება, როგორი სასამართლო სისტემა აქვს და ასე შემდეგ. კანონები კი არ არის ამ შემთხვევაში არადემოკრატიული. ის შინაარსი, რაც კანონებში ჩადეს, ის მიზნები, რომლითაც ამ კანონებს იყენებენ, ეს აქცევს მათ აღსრულებას და საბოლოო ჯამში სახელმწიფოს და მმართველობას სრულიად არადემოკრატიულად. ამ კანონების ძალა არის ლიმიტირებული. ეს კანონები გვბოჭავს იქამდე, სანამ ჩვენ ვაძლევთ მათ შებოჭვის უფლებას. რომც დასცალდეს ქართულ ოცნებას, რაღაც ამ ყველა უკანონო კანონით მმართველობა თავისენებს უფრო მეტს დაიჭერენ საბოლოო ჯამში, ვიდრე იმ ადამიანებს, რომლებიც ძალიან მკაფიოდ გამოხატავენ პროტესტს. სანამ ჩვენ ერთმანეთს ესე ვესაუბრებით, სანამ ჩვენ ვარღვევთ იმ კანონებს, რომლებიც ერთმანეთთან ლაპარაკს გვიგრძალავს, ერთად დგომას გვიგრძალავს, იქამდე ეს პროტესტი არ გაჩერებულა, იქამდე ამ პროტესტს ძალა არ დაუკარგავს და მოვა დრო, აუცილებლად ეს პროტესტი ახალი ძალით იხუვლებს და შემდეგ უბრალოდ აღარ იქნება არც ერთი ბარიერი, რომელიც მას შეაკავებს.
ევროსტრუქტურების ზოგადი შეფასებით ქართული ოცნების მიერ მიღებულმა კანონებმა საქართველოს ევროპული მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა. ამ კანონების ნაწილი უკვე აღსრულების პროცესშია, ნაწილი კი ეტაპობრივად შედის ძალაში. უცნობია, რა მასშტაბით ამოქმედდება ეს შეზღუდვები და რა გავლენას იქონიებს ყველა იმ დემოკრატიული ინსტიტუტის საქმიანობასა თუ არსებობაზე, რაც ამ ქვეყანაში ევროპული სტანდარტებით ცხოვრების დამკვიდრებაზეა ორიენტირებული. ალეკო კვეტაძე, ევრონიუს, ჯორჯია.